გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, როგორც ჩვენს წინა გადაცემაში ვიცურვე მე, რომ ფერისვალების შემდეგ სასიკეთოდ შეცვლილი იყო ყველაფერი სასიკეთოდ ფერი ეწოლა, რაღაც ნაწილობრივ ღმერთმა შეიწმინდა ჩვენი ვედრება და წუხელის ცოტა წამოწვიმა, ასე რომ ეს და იმედია მომავლისა, მაგრამ თუნდაც იმიტომ რომ საქართველოში ყველაფერი გაცხელებული და გავარვარებულია დღეს და მხოლოდ ხელფასებია გაყინული. და ხშირად ხომ არის ყინული, ცოტა სასიამოვნოც კი მოქმედებს, როდესაც ამას გაიგებთ, მაგრამ იმედია რომ მომავლისათვის ალბათ ხელფასები გავღვება და გაიყინება ადამიანებთან ცოტა ისეთი გულწივი დამოკიდებულება. ალბათ ამის უნდა ვივარაუდოთ. დღეს კი ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონი მანანა უროტაძე და ბატონი ნოდარ კობახიძე. ჩვენი დიახ, თქვენ ალბათ წარმოგიდგენთ ახლა მალე მათ. დიახ, არის ჩვენი სტუმრებიც, ჩვენი მაყურებლები თქვენ უკვე კავშირში ბრძანდებით, დაახლოვანი პედაგოგები, ბატონი ნოდარი აგრეთვე ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა. კეთილი იყოს თქვენი ჩვენთან მობრძანება და მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ეს გადაცემის თემაც, დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაც მათი ნაკარნახევია. ასე რომ მე თქვენ ყოველთვის გთავაზობ და მინდა სურვილი მაქვს რომ თქვენ შემოგთავაზოთ ხოლმე თემები ჩვენი საუბრისა და ჩვენი საუბრის თემა დღევანდელი თემა იქნება ხელისუფალი და საზოგადოება. ანუ ხელმძღვანელი და მოქალაქე. აი ესეთია დაახლოებით ჩვენი საუბრის დღევანდელი თემა. ამრიგად ვიწყებთ ჩვენს გადაცემას. თქვენი განწყობილებაც ვიცი რომ ძალიან კარგია, კარგი განწყობილება აქვს ჩვენს სტუმრებს, არა ბატონო? მეგონი კარგია თქვენი განწყობილება, დამოკიდებულება. სადღესასწაულო დღეები გამოვიარეთ, კიდევ უახლოვდებით ახალს. ამრიგად გადაცემა ხელისუფალი და საზოგადოება. ხელმძღვანელი და მოქალაქე. კაცობრიობის გაჩენიდან არსებობს თავკაცის ხელმძღვანელის პირველი პირის მცნება. ხალხს საზოგადოებას ქვეყანას ყოველთვის სჭირდებოდა მმართველი, რომელიც გამოხატავდა მის ინტერესებს. იყო საზოგადოებისათვის სამაგალითო ბრძოლაში, შრომაში, ქვეყნის შენებაში. ადამიანი, რომელსაც ხალხი თავისი ბედს ანდობდა, სჯეროდა და მიხვებოდა. ტომის ბელადიდან დაწყებული, პროლეტარიატის ბელადი დამთავრებული, მეფიდან დაწყებული და პრეზიდენტი დამთავრებული, რაიკონის მდივნიდან დაწყებული და გამგებლი დამთავრებული. მოკლედ, ყველა რანგის ხელმძღვანელი იყო, არის და იქნება. დიახ, და არის დღესაც. ხალხს დღესაც სჯერა მისი, როგორც ხელმძღვანელის. სჯერა და ენდობა. მაგრამ არა მარტო სჯერა და ენდობა, არამედ მოითხოვს მისგან ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამრიგად, ასე პირობითად ავირჩიეთ ხელმძღვანელი, ან დაგვინიშნეს, როგორც ხდება ხოლმე, უფრო ხშირად, აი რა გზებით უკავშირდება იგი მოსახლეობას. ამის შემდეგ რაღაცა ჩნდება პატარა ფანჯარასავით ხელმძღვანელსა და საზოგადოებას შორის, ვინც ის აირჩია. რა მაქვს მხედველობაში? ის უკვე თავის კაბინეტშია. ასეთ შემთხვევაში რა კომუნიკაციების ან ურთიერთობების საშუალებები არსებობს? არსებობს პრესა, გამოსვლა პრესით, ხელმძღვანელის და თავისი ამომრჩევლების თუ ხალხის წინაშე. არსებობს სხვა საშუალებების, დაუშვათ შეკრებები, თავყრილობები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა შემთხვევაში დავეთანხმებით, რომ ხელმძღვანელი მაშინ, ესე იგი, ხელმძღვანელს უსმენენ მხოლოდ. ის გამოდის და მას უსმენენ. არის ერთადერთი შეიძლება ითქვას და გადაჭარბებაში არ ჩამითვლით გადაცემა, რომელსაც კი რას ფიქრობს ხალხი, როდესაც თვითონ ხალხს უსმენს ხელმძღვანელი. არ ვიცი გისმენან თუ არა, სასურველი იქნებოდა რომ გადაცემული ხელმძღვანელები ალბათ ამ გადაცემებს უსმენდნენ, იმიტომ რომ ეს ალბათ საჭიროა ხალხის მოსაზრება გაიგონ, რას ფიქრობს ხალხი, რა მიმართულებებია, რა პრობლემები გაუჩნდათ და ეს საინტერესო იქნებოდა. ამიტომ ჩვენი გადაცემა ალბათ ამისათვის აი ესეთი პრეცედენტია, როდესაც უკვე ხალხი გამოდის აუდიტორიასთან. დიახ, მე ვთქვი რომ არსებობს ასეთი გადაცემის ფორმები. ახლა ურთიერთობების ერთი მეტად საინტერესო ფორმა მიღება, აი როგორც ვიცით ხოლმე, შრომელთა მიღება. აწერია მიღების დღე ორშაბათი. არა და საათი. მე არ ვიცი რატომ მოიფიქრეს ორშაბათი, მაინც და მაინც. არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ მძიმე დღეა და ხალხი კიდე პრობლემები დატვირთული მოდის ხელმძღვანელთან. თვითონ ხელმძღვანელებსაც სხვადასხვა პრობლემები აქვს ორშაბათ დღეს, იმიტომ იქ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა ხდება გარკვეულწილად, ამიტომ თვითონაც დატვირთულები არიან. მე ვისურვებდი მაგალითად ყოფილიყო შაბათი მიღების დღე, რომ ადამიანიც არ მოწვეული იყო სამუშაოს და დიდხანს არ ეცადა, მაგრამ მოდი აქ გავჩერდეთ. ვიდრე შევიდოდეს კაბინეტში. აი ხომ არ ხდება რაიმე ისეთი ბიუროკრატიული, რაც ხელს უშლის მას, რომ დროულად მივიდეს თავის ხელმძღვანელთან. ხომ არ გაქვთ თავის მიღებასთან დაკავშირებულია ბევრი ფსიქოლოგიური მომენტიც, ცხოვრებისეული მომენტიც. საბედნიეროდ
გვაქვს გამოცდილება კარგი ხელმძღვანელებისა და ყოფილან ისეთი ხელმძღვანელებს, მართლა ბიუროკრატები, რომლებიცაც უბრალოდ ფორმალიზმის წყობაში მყოფთ, ჩაუტარებიათ მიღება, მაგრამ ვაი მიღებას ხალხი უიმედოდ გამოსულა მისგან. და მინდა თქვენ ბატონო ასიკო გაგაკრიტიკოთ ერთ შემთხვევაში, როცა ბრძანებთ, რომ აი ხელმძღვანელებს ენდობიან, ხელმძღვანელებისა ჯერათ. ყველა ხელმძღვანელს არ ენდობიან, ყველა ხელმძღვანელსა არ აჯერათ. თუმცა სასიამოვნოა, რომ ენდობოდნენ და ჯეროდნენ. კი ბატონო. როგორ შეიძლება ენდონ ხელმძღვანელს, რომელიც დაკპირდება და მოგაწყვეტს. კიდევ დაკპირდება და კიდევ მოგაწყვეტს. კიდევ დაკპირდება და კიდევ მოგაწყვეტს დაუსრულებლად. კი ბატონო, ბატონო და მე გეთანხმებით მაგაზე კიდევ გააგრძელებთ ალბათ საუბარს. ხალბატონო მანათ, თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე ნებამო პროცედურაზე, მანათ შევიდოდეთ კაბინეტში. მანამდე შევიდოდეთ კაბინეტში. აი მიღების დრო ხომ არ იწყება, ან გადადება ხო არ ხდება, ან ხომ არ ეუბნებიან, აი მერე მოხვალა, ხომ არ არის ამის ფაქტორი. მე ასე მოგახსენებდით მაგალითად. საერთოდ ხელმძღვანელი რას ნიშნავს? ხელმძღვანელი ხელმძღვანელობს ხალხს. ხელმძღვანელი ხელმძღვანელობს თავის საქმეს. რას ქვია მიღების დღეები? ის ხომ ხალხისთვის იღწვის. ის ხომ ხალხის ინტერესებს უნდა იცავდეს. რას ქვია 3 საათზე მიგიღებ და 5 საათზე მიგიღებ და 2 შაბათს მიგიღებ და 3 შაბათს მიგიღებ. ხელმძღვანელი იმიტომ ავირჩიეთ ჩვენ, რომ მან ჩვენი ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. ჩვენი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს, ჩვენი ჭირით უნდა ცხოვრობდეს და ჩვენ ხინს უნდა იზიარებდეს. გეტყვით. ის ხელმძღვანელი იმიტომ არის ხელმძღვანელი, უბრალოდ იმ სკამზე ზის და იმ თანამდებობაზე და იმ თანამდებობაზე ჩვენ ხალხმა ავირჩიეთ. და ამიტომ ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს უბრალოდ ხალხს. თქვენ შესაძლებელია თვლით, რომ აი შეიძლება თქვა რეგლამენტი განუსაზღვრელი იყოს და შეიძლება მიღებული იქნეს დაუშვათ შემდეგ დღეებშიც. გეთანხმებით მე ამაში, რომ შეიძლება ადამიანი ჩამოსული არის დაუშვათ შორეული სოფლიდან ხდება ხოლმე ასე, ვერ ჩამოვიდა ორშაბათ, ჩამოვიდა სამშაბათ, ძალიან გაუჭირდა. აი რა დახარჯა გზაზე იცით ძალიან ბილეთის ფული, ვერ მოახერხეს და აი სამშაბათს ვეუბნება მიღების დღე ორშაბათს არის, მაშინ მომბრძანა. ეს მე მგონია ეს არის უგულებელყოფა. და უგულობაც ალბათ არა ამასთან დაკავშირებით. ქალბატონო, მე ერთ საინტერესო ის მოგიყვეთ, თურმე წინა საუკუნეებშიც ქონიათ მიღების გარკვეული წესი. მიღების გარკვეული წესი და ერთი პრეცედენტი თუ ერთი მაგალითი მინდა აი მე-19 საუკუნის, კი უბრალოდ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან. გორელების რა თქმა უნდა ახლა გვისმენენ ჩვენ და გორში გამოვიდა პირველი გაზეთი ქართლი. ეს გახლდათ 1912 წელი, პირველი გაზეთი მაშინ ქართლი ერქვა. ახლა დააკვირდით მისი მემკვიდრე არსებობს და მე არ ვისურვებდი რომ ისევე ბედი გაეზიარებინა, იმიტომ რომ ის ქართლი დაიხურა სწორედ უფინანსობის გამო, ის პირველი გაზეთი. ამ გაზეთს რედაქტორობს მაშინ ბატონი ია ეკალაძე, იაკობ ცინცაძე, ცნობილი პოეტი, გასულ თქვენ ნოდარ მის ლექსებს. ის ამავე დროს სემინარის მასწავლებელი გახდათ, იმაში სემინარიაში მასწავლებელი იყო და მე ვნახე მისი ხელნაწერი არქივში და რასაც ახლა გიემოთ ეს მისი ჩანაწერი არის უშუალოდ ია ეკალაძის. და იაკალაძე წერს, რომ ერთხელ მე როგორც წესი ახლა როგორც ქართველებს შეეფერებათო ცოტა ღვინოს ვსვამდიო. ესე იგი კარგულათო ვიპარდო ამი ღვინის დალებაო და ერთხელ მე გამომიძახა გუბერნატორმა. ეს გუბერნატორი არ იფიქროთ, რომ სადღაც ახლა ქართლის რეგიონის, ეს იყო თბილისის გუბერნატორი, რომელიც განაგებდა ამ მთლიან რესპუბლიკის ამ უდიდეს ნაწილს და დაიბარა თავისთან. აი ახლა მიღების პროცედურას გეუბნებთ, როგორ ხდება ეს. ახლა ის არ გამიგო, რომ აი ის ფორმა გადმოვიღოთ, ახლა გავაკეთოთ, მაგრამ მაინც საინტერესოა ისტორია ჩვენი, რას გვეუბნება, როგორ ხდება ეს ყველაფერი საინტერესო. და ახლა იაკალაძე ყვება თვითონ. აი მისაღებში გუბერნატორისა, სხვადასხვა რუსია გუბერნატორი. რუსია, ეს ამას ხაზი უნდა გავუსვათ, იმიტომ რომ ხშირად ისეთი მენტალიტეტი არსებობს, რომ აი რუსი რა იყო, ასე ძალიან ასე არ იყო. და ესე იგი მისაღებში არის სკამები განსკრივებული და სხედან ხალხი. ის ვინ ჩამოსულია სხვადასხვა ქალაქებიდან, რაიონებიდან, სოფლებიდან, მაზრებიდან, მაშინ მაზრები იყო, ჩამოსული არიან რაღაც გასაჭირზე, რაღაცის თხოვნა უნდათ ბატონ გუბერნატორთან. რა ვიცი, ბატონს ეძახდნენ მაშინ თუ როგორ მემართავდნენ. და უსებ ასეთი რაღაც ხდება. მეც ვძივარო სკამზეო, მეც გამოძახებული ვარო გუბერნატორთან. ეს გორიდან ჩავიდა კაცი იქ რომ დაიბარა გუბერნატორმა. და გამოდის ამ დროს, აი როგორ ხდება, გამოდის გუბერნატორი, შემოუვლის თავის თანამშრომელთან ერთად. და აქ რიგში ესე იგი მისაღებში ხდება და მისაღებში
ყველას დაელაპარაკება თქვენ რაზე ხართ ჩამოსული, თქვენ რაზე. თუ საკითხი ადვილი გადასაწყვეტია და აგვიდი ბატონო ნოდა და ხალბატონო მანანა, ის საკითხი იქვე წდება, იქვე ესე იგი მისცემს განკარგულებას, რომ ესე იგი ეს კაცი არ დასაჯოს, იმიტომ რომ შიგნით არ შეიყვანოს თავის კაბინეტში კიდევ დრო არ დააგარგვინოს და ეუბნება. აი ეს გადაუწყვეტეთ. აკვირდებით რა მას? ესე იგი ხალხს 2 წუთი ჭირდებოდა, ესე იგი არალოდინა იმას დაუშვათ 2 საათი და 3 საათი თუნდაც 2 დღე. ამის შემდეგ მოდისო ჩემთან მეუბნება თქვენ რომელი ხართ? მე ვარ ია ეკალაძე. თქვენ შემოგწადით ჩემთან. ესე იგი უკვე სერიოზული საკითხია როგორ ჩანს, ანუ უბრალოდ არ უნდა რომ სხვებს გააგებინოს, სხვა მოусმინოს და ეუბნება შემოგწადით, შევედი მეო. დაждას კამზეო მარტო მე დაისვართო მეუბნება. აგერ გორელების საჩივარი მიდევსო მეო წინო. თქვენზე წერენ რომ ლოთიაო. ესე იგი თუ მაშინაც წერდნენ ხოლმე საჩივრებს. და მე ძალიან სწრაფად ეს ძალიან გონება მახვილი კაცი გახდა და ძალიან სწრაფად უპასუხეო. ბატონო გუბერნატორო, ეს ბატონო შემოგონილია, ლოთი ის კი არ არისო, ვისაც 5 ლიტრის დალევა შეუძლია და 200-ს სვამსო. აი ლოთი ის არის, ვისაც 2-ის დალევა შეუძლია და 5 ლიტრის სვამსო. გაიცინა გუბერნატორო, მეუბნებაო, წადიო, კარგი კაცი ყოფილხარო შენოდა. წადი გვერდებს უთხარი საჩივრების წერას თავი დაანებო. ნუ ხლა მე არ ვიცი, მეგონი ამბობენ იმის მერე დაანებესო აღარ წერენ, მაგრამ ეს ერთი დეტალი იყო. მე რა თქმა უნდა ყველაფერს თავისი წესი აქვს, არის რეგლამენტი მიღებისა, მაგრამ ალბათ ხელმძღვანელი მეფედობაში არ მყავს არა გუბერნატორი, ან გამგებელი, ყველა ერთად რა თქმა უნდა დაწყებული პირველი პირიდან, რომ ადამიანებს აი თუნდაც მიღების დღე შეუმსუბუქოს. აი მე ბატონო და თქვენ ამბობთ, შევედით შიგნით, დაველაპარაკეთ, მაგრამ პირობა მოგცა და გთხოვთ გააგრძელოთ წერანელი, მაბადიოთ წერან. რა თქმა უნდა ხელმძღვანელი ზოგადად ვსაუბრობთ ხელმძღვანელზე. ხელმძღვანელი შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, შეიძლება იყოს მერი ქალაქის. შეიძლება იყოს საკრებულოს ხელმძღვანელი. შეიძლება იყოს მინისტრი და შეიძლება იყოს გამგებელი. ამ შემთხვევაში ახლა ზოგმა შეიძლება ისე აღიქვას, რომ ჩვენ აი გამგებელზე ვლაპარაკობთ, ან პრეზიდენტზე ვლაპარაკობთ. ნებისმიერ ხელმძღვანელზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ ნებისმიერ ხელმძღვანელზე. აი წეგან ქალბატონმა მანამ ბრძანა და მე მინდა რაღაცნაირად ბოდიში მომხადო და დავაზუსტო რომ ჩვენ ვირჩევთო და უნდა ჩვენ მოგემსახუროს. სწორია, თუ კი ჩვენ არ ვირჩევთ, უნდა მოგემსახუროს, მაგრამ ჩვენ არ გვარჩეინებთ. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ არ ვირჩევთ ხელმძღვანელს. თუნდაც გამგებელს. გამგებელსა დღემდე პრეზიდენტი ნიშნავს. ამის შემდეგ გვექნება ბედნიერება, რომ ჩვენ ავირჩიოთ. და სრულად შეიცვლება გამგებლის დამოკიდებულება ხალხისადმი. თუ არ შეიცვლება, მაშინ ხალხი შეეცვლენებს. მაგრამ ეხლა რამდენადაც ის ანგარიშვალდებული არის პრეზიდენტთან, ამიტომ ხალხი შეიძლება ეხლა თვითონ პიროვნებას გააჩინა, რა პიროვნება, როგორ არის მომზადებული, როგორ არის განსწავლული, როგორ უყვართ თავის ხალხი, რა თვისებები ახასიათებს, რა არის მისი დამახასიათებელი. გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, აინტერესებს თუ არა იმ ხალხის ბედი. კარგი ხელმძღვანელი, ჩემი აზრით, ის არის, ვინც დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, რომ ის ვისი ბედის მას ჩააბარეს, ისინი კარგავდეს მატერიალურად და სულიერად. და ყველაფერს აქცევს ყურადღებას. ჩვენს პირობებში კიდევ სხვა რამეც ემატება. ჩვენ პირობებში ეროვნული თვითყოფადობაც უნდა დაიცვას კარგმა ხელმძღვანელმა თავის მასშტაბებში, რა თქმა უნდა. ხო და ხელმძღვანელი დღესა მაგალითად დღევანდელ ვითარებაში ხელმძღვანელის, კარგი ხელმძღვანელის ადგილი, ბაზა არ არსებობს. იმისათვის რომ თვითონ ვითარება ისეთი არის, რა კი ის ინიშნება, რა კი დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში, რა კი საერთოდ ბევრი რამ არის მოშლილი და პასუხს არავინ არ აგებს არაფერზე, ამიტომ ხელმძღვანელიც ადამიანია და იმას აქვს სუსტი მხარეები. და ყველა სულიერი გმირი ვერ იქნება ყველა და ამიტომ ის სუსტი მხარეები თავის თანამდებობას იყენებს ისა იმისათვის რომ მდგომარეობა გაიმჯობესოს, მით უფრო რომ აი იმ მიზერულ ხელფაზე რომელზეც ის არის და იმ მდგომარეობაში რომელზეც ის არის მოქცეული, აი ის იდეალი როგორი ჩვენ გვინდა და ვიცით ხელმძღვანელი როგორ უნდა იყოს, ის ვერ იქნება. თქვენ ამ ხომარაფერს გააგრძელებთ ამასთან დაკავშირებით. აი მაშინ ასე ვთქვათ, აი როგორი უნდა იყოს აი ხელმძღვანელის აი ესეთი ზოგადი სახე, მე არ რომ გამგებლის, აი ზოგადი მორალურ ზნეობრივი სახე. აი ეს კითხვა მე შემიძლია დავსვა. ყველაფერი გამომდინარეობს ადამიანური კრიტერიუმებიდან. პირველ რიგში რომ აი თეატრი გარდერობიდან იწყება, ხო, მისაღებიდან იწყება ხელმძღვანელის შეხვალთ თუ არა, მაშინვე იგრძნობა ნაცნობობის პრინციპი. ზოგი არც გერიდება რომ იქ დაუშვათ მოხუცია, დაუშვათ პენსიონერია, შორიდან არის მოსული. ერთი წუთით შევალ.
ეს კანონი ჩვენთან ყოველთვის ირღვეოდა და ყოველთვის დაირღვევა კიდევაც. შეხვალ როგორც იქნება მოხვდები იმ სამკვარ კაბინეტში და ზოგიერთი ხელმძღვანელი მაგალითად არას გაგიგებს რომ ქალი შევიდა, მოხუცი შევიდა, სკამსაც არ შემოგთავაზებს, რომ დაჯდე. და ფეხზე დონით უნდა მოახსენო. და ამ დროს შეიძლება იქ გადაადგილოს ქაღალდები, მაშინ გაახსენდება რაღაც დასაწერი, მაშინ გაახსენდება იქ ვიღაცასთან საუბარი სატელეფონო ასე. ნუ ამას კიდე მოითმეს ადამიანი, მაგრამ ის საბჭოური ვარიანტი ისე რომ გრძელდება ეს არის ყველაზე საშინელი. გაგიშიფრავთ. ხვალ მობძანდით, ზეგ მობძანდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეყოს გამბედაობა და ეყოს იმის ვაშკაცობა, რომ ეს საქმე არ გაკეთდება და ყოველად ამისთვის ნუ იბრძვით თუ არა და გაუკეთებელი არაფერი არ არსებობს. მით უმეტეს ჩვენ ხომ არ ვითხოვთ რაღაც ზებუნებრივს. ყველა მიდის, ხელმძღვანელებთან მიდიან, ყველა ვინ დაჩაგრული ხალხი. თორემ იმათ ვისაც ბატონობას იყო რაღაც ისეთი ჭირდებათ, ისინი არ მიდიან ხელმძღვანელებთან. ეს ყველაფერი წყდება, შეიძლება რესტორანში გადაწყდეს, შეიძლება სამორინეში გადაწყდეს, შეიძლება ტელეფონით გადაწყდეს, შეიძლება ვიწრო წრეში გადაწყდეს, ან პიკნიკზე დაუშვათ სადმე ქალაქგარეთ. ხელმძღვანელებთან ასეთი ხალხი არ დადის. დადის უბრალო და დაჩაგრული, იმედგაცრუებული ხალხი, რომელსაც უკვე ყველანაირი იმედი აქვს გადაწყვეტილი. მაგრამ მაინც ცდილობს, რომ იქნებ რამე გამოვიდეს. ესეთ ალბათობრივად მაინც არსებობს ასეთი მენტალიტეტი, რომ ხალხი რომ მიდის, როგორიც არ უნდა იყოს ხელმძღვანელი, იმედი მაინც აქვს, ესე უნდა გქონდეს. იმედი აქვს, მაინც იმას არ ჯერა, ვერ დააჯერებ, რომ აი ზოგიერთი ხელმძღვანელი ხლა მან გაიგოს, ვის უნდა გაიგოს ეს, რომ ზოგიერთი ხელმძღვანელი ნამდვილად არ აფიქრობს ამას და თავის საკუთარი ინტერესები გააჩნია, თავისი ცხოვრებისეული გნება, თავისი მატერიული ინტერესები. ამას მაინც არ ჯერა, იცი? აი მაინც გონია რომ იცით ეს სწორიც არის, აი რწმენა აქვს იმისა რომ აი ეს რო შევდივარ, რა კი ხელმძღვანელია, რა კი ის ჩვენი გამგებელია თუ გუბერნატორი არის თუ პრეზიდენტია თუ გაეროს ისა ვინც არ უნდა იყოს, ეს ფიქრობს რომ მე რომ შევდივარ, ესე იგი უნდა დამეხმაროს. არა და მას ჯერა რომ მას შეუძლია დახმარება. აი წარმოვიდგინე, ნამდვილად შეუძლია დახმარება. და კიდევ რა ბატონო როგორ თქვენ ბრძანეთ. ესე იგი პირობა მისცა. აი პირობის ყველაზე ცუდი ხელმძღვანელისა, მე ეს ჩემი აზრია და თქვენ არ გახვევთ თავს, არის ერთი რამ, პირობის შეუსრულებლობა. ჯერათ იმ დაპირდები, თუ არ შეგიძლია მისი გაკეთება და მეორეს დრო დაპირდები შეუსრულეს. ყველაფერი გააკეთე, იმიტომ რომ იცი ხელმძღვანელი, ეს ხელმძღვანელი მისი ეს სახია უკვე ხელმძღვანელის. აი შენ რომ არ გაუკეთებ ამას, თუ დაუშვათ სკოლის დირექტორი ხარ თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი თუ რაიონის ხელმძღვანელი, მას უკვე ჯერა რომ აი პრეზიდენტიც აი ეს ხალხი რომ ყავს, აი ნამდვილად არ შეასრულებს იმას, რაც გააკეთა. ამიტომ ყველა ხელმძღვანელი პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობით უნდა იყოს გამსჭვალული. აი პირველ ადამიანთან, პატარა ადამიანთან შესაძლებელი საქმე უკვე პირველი ადამიანის, პირველი კაცის ავტორიტეტს ეხება თავისთავად. ეს ავტორიტეტს დავანებოთ, მაგრამ ამას ხომ უნდა მიიღოს ის რაღაცისთვის მოვიდა. აი თუ არ შემიძლია, მაშინ მეთქვი რომ ეს არ შემიძლია და ისე გავაკეთებ რომ დავარწმუნო რომ ეს არ შემიძლია ისე. ეს ყველაფერს ჯობია. ასე არ არის? ეხლა ჩვენ თქვით, აი როგორია მორალური ზნეობრივი სახე, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ხომ ეს დაუმატებდით იმას, როგორ უნდა იყოს ხელმძღვანელის ზოგადი სახე. ამოეთხოვება მას. ხელმძღვანელს უნდა ახასიათებდეს ზნეკეთილობა, განათლებული უნდა იყოს, პრინციპული უნდა იყოს, პატიოსანი უნდა იყოს, თავის ხალხის მოსიყვარული უნდა იყოს, საქმიანი უნდა იყოს და ხელმძღვანელი არ უნდა იყოს ეგოისტი, არ უნდა იყოს კარიერისტი, არ უნდა ზრუნდეს ხალხი, არ უნდა ახასიათებდეს ყოყლოჩინაობა, მედიდურობა, ქედმაღლობა, ადამიანებს აბუჯად არ უნდა იგდებდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ესა თანდათანობით, აი სოფლიო ცივილიზაცია ისეთ საფეხურზეა შემდგარი და ისე ვითარდება, რომ თანდათანობით ეს მანკიერი თვისებები, რომლებიც ახასიათებთ, უკან დაიწევს. იმისათვის რომ თანდათანობით აუცილებელია ვერსად წაუვართ იმას, რომ დემოკრატია უნდა დამკვიდრდეს, არა ისეთი დღეს რო გვაქვს, არამედ ნამდვილი დემოკრატია. და ბუნებრივია თუ დემოკრატია დამკვიდრდა, თუ ნორმალური არჩევნები ჩატარდა, არა ისეთი როგორც ტარდება ხოლმე, მართლაც ნორმალური არჩევნები. მაშინ ხელმძღვანელად უდაოდ უფრო ღირსეული პიროვნება მოხდება. და რა კი უფრო ღირსეული პიროვნება მოხდება რა? აი ჩვენი ვაი რაშიც არის დღესა. როცა არ ახდება ღირსეული პიროვნება, ესე იგი ის ღალატობს ხალხს. პირად ინტერესებს მაღლა აყენებს, სუბიექტივიზმს აყენებს მაღლა.
და ხელს ითხოვს ხალხის ამ უბედურებისა და თანაც არც ნიჭიერება არ აყოფნის, შემოქმედებითი უნარი არ აყოფნის, რომ მოიძიოს რესურსები და რეზერვები იმისათვის, რომ ხალხის ცხოვრების დონე რაღაცნაირად გაუმჯობესდეს. მე მაგალითად, როგორც თქვენ გიყურებთ ახლა, ისე მწამს, რომ ქარელის სინამდვილეში თუ ხელმძღვანელი იქნება მაღალი დონისა და ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ხელმძღვანელი გამოდგეს ასეთი და სანიმუშო იყოს მომავალში სანიმუშოდ გვეხსენებინოს, თუ ხელმძღვანელი იქნება ნიჭიერი და მოიძიებს რეზერვებსა, თუ ღიად იქნება, გამჭვირვალედ იქნება ყველა შემოსავალი, რომელი პატარაა თუ დიდი საწარმო რას გვაძლევს და რა უნდა შექონდეს ბიუჯეტში, დარწმუნებულია, რომ ხელფასები 10 თვისა და 5 თვისა და 4 თვის გასაცემი კი არა, აღარც 1 თვის გასაცემი ხელფასი არ იქნება, მით უფრო რა ხელფასები, მიზერული ხელფასები. აი ესე მწამს მე. ბატონო ვასო, თქვენის ნებართვით დავუმატებდი კიდევ გამეორება არ გამომივიდეს, მაგრამ მაინც ჩემი აზრი მინდა გამოვთქვა. პირველ რიგში მე ასე მწამს, რომ ნებისმიერი ხელმძღვანელი, თუნდაც უბრალო კულტურის სახლის ხელმძღვანელი იქნება ეს თუ დაუშვათ მეტალურგიული ქარხნის დირექტორი და ნებისმიერი ხელმძღვანელზე აქ ლაპარაკი, უნდა გამოირჩეოდეს მაღალი პროფესიონალიზმით. რაც ესოდენ გვაკლია ჩვენ. არის ხალხი, რომელსაც აქვს დამთავრებული მაგალითად პედაგოგიური ინსტიტუტი, მაგრამ უძღვებიან სულ სხვა დარგის სხვა სფეროს. ეს უბრალოდ კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე მე. უდაოდ მაღალი პროფესიონალიზმი უნდა ახასიათებდეს, რამე თუ რამდენადაც კარგად იცი შენი საქმე და გიყვარს შენი საქმე, უფრო უკეთესად აკეთებ იმ საქმეს, ეს ერთი. რა თქმა უნდა, გეთანხმებით ბატონო ნოდარ, რომ უნდა იყოს კეთილსინდისიერი, კოლეგიალური უნდა იყოს თავის თანამშრომლებთან, რა თქმა უნდა, სამართლიანი უნდა იყოს, იმიტომ რომ სამართლიანი მალე გაეთქმება მას სახელი და აი ნახეთ როგორი სამართლიანია, ყველა მის ქებაში იქნება. გარკვეული ავტორიტეტი რა თქმა უნდა, ამითი მოეხვეჭება მას. მისი სიტყვა და მისი საქმე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, აუცილებელია ეს. და მე მაგალითად დღევანდელობიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი რანგის ხელმძღვანელი უნდა მოქმედებდეს მკაცრად კანონის ფარგლებში. როგორი კანონიც არ უნდა იყოს. კი ბატონო. ნებისმიერი კანონის ფარგლებში, ნებისმიერ დარგში უნდა იყოს მისთვის კანონი უზენაესი. საინტერესო, მე დავუმატებდი, რომ თქვენს დამეთანხმებით უნდა იყოს პატიოსანი. კეთილსინდისიერი რა თქმა უნდა. პატიოსანი იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად აკეთოს და აკეთოს კარგად. მაგრამ აი მასთან დაკავშირებით ბატონო და თქვენც გეკითხებით, აი ვის გაიხსენებით, აი ისტორიიდან მე გეუბნებით, თუნდაც რაიონის ისტორიიდან, ვინებავთ რესპუბლიკის, აი ხელმძღვანელს ახლა მე არ ვამბობ იდეალური იყოს მეთქი, მაგრამ აი მიგაჩნიათ რომ ის ხო კარგი ხელმძღვანელი, საუკეთესო, რომლის მაგალითი შეიძლება მიიღოთ. ნებისმიერი დროისა, მე არ ვამბობ და სისტემისა არ აქვს მნიშვნელობა, ხელმძღვანელი ყოველთვის ხელმძღვანელია და უნდა იყოს თავის სისტემის კარგი ხელმძღვანელი, წარმომადგენელი. მე მაგალითად ხელმძღვანელის იდეალად მესახება ალექსანდრე ყაზბეგის ელგუჯას ერთ-ერთი მთავარი გმირი სიმონ ჩოქიგაშვილი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა თავისი ხალხი, თანაუგრძნობდა გაჭირვებაში და მათთან იყო ჭირში და ყენში. და მართლაც მე იმის იბრძვის ხევის ბურჯის წაქცევა უწოდეს. აი აქ ჩვენ სინამდვილეში საბედნიეროდ ყოლია ხოლმე კარგი ხელმძღვანელი, მაგრამ ქარელის კოლმეურნეობას ხელმძღვანელობდა ღვთისმშობ რაზმაძე. ბრწყინვალე პიროვნება. შეიძლება ვთქვათ, რომ ის იქნება სვეტინათლისა არ იყო, მაგრამ იმდენად ზომიერი იყო და იმდენად დიდი შემოქმედებითი უნარი შეალია, რომ აღორძინა ქარელი. აღორძინა რესპუბლიკაში გაუთხო სახელი. ბრწყინვალე ხელმძღვანელი იყო როგორც რესპუბლიკაში, ასევე ქარელის სამწუხაროდ და საუბედუროდ იმ დროის ტრაგიზმი იყო, რომ გელაძის ნიჭი უნარი მოაცდინეს ბებნისის მეურნეობაში, რომელსაც შეეძლო დაუშვათ ქარელი უმაღლეს დონეზე აეყვანა და იმდენი საქმე გააკეთა და ისე აღორძინა ბებნისი, რომ ეხლა ჩეხავენ, ანგრევენ, იმაშურებიან და კიდე მაინც ფეხზე დგას ისოფელი. უდიდესი ენერგია შეალია, დიდ ადამიანად დარჩა. ამისათვის შემთხვევითი არ არის, რომ გელაძის სახელობის წყაროა და ყეივანი არის. ქარელის სინამდვილეში მე პირადად აი იდეალური ხელმძღვანელი, როგორც რაიკომის მდივანი, ასეთი არ მახსოვს. მაგრამ შედარებით ხო ყველაფერი შედარებითია, ტოლიაშვილი იყო. ხალხთან ახლოს იყო, გულიანი კაცი იყო და აკეთებდა საქმეს და
აი რაღაცნაირად გაჭირვება იყო, წყალდიდობა იყო, სხვა რაღაცეები იყო, ხალხთან ერთად ტრიალი. აი თუ მელაზასთან ურთიერთობაში მე ხშირად მესმის მე არ ვიცნობდი და არც გქონია თუ რაიმე ურთიერთობა გქონია თქვენ პირადად შეგიძლიათ თქვა ის როგორც ხელმძღვანელის რაიმე მაგალითი მოიყვანოთ ამ შემთხვევაში. ნუ ერთ ასეთ სხვადასხვა ძალიან ახლოს იყო ჩემთან და რაღაცნაირად ბაქიობაში არ ჩამოვართმევთ, უყვარდი ძალიან აგაკის და ერთხელ მთხოვე სკოლის გამწვანებისათვის მეორე სკოლის დირექტორი გახდით მაშინ მოეცა ნარგავები და მომცა ნარგავები ვერცხლისებური ნავზები, ტვიები, ფორციზიები და ლიგოსტრომები და 1000 რაღაცეები და მითხრა რომ აი ესა ნოდარი, ესე უნდა დარგო, ასე უნდა დარგო, ასე უნდა დარგო, კონსულტაცია ჩამიტარა. გამოვედით დავადექით მასწავლებლები ამომიდგნენ ხალხში და დავრგეთ ეს ერთი 100 ძირი ნარგავი იმ შემთხვევაში და დავრგეთ იმაზე კარგად ალბათ როგორ თვითონ გითხრა ესე უნდა დარგოთ. და ისეთი ინტერესიანი კაცი იყო რომ გამოსულა ჩვენ რო წავედით უკვე ღამე იყო გამოსულა და უნახავს დაუთვალიერებია. აბა როგორ დარგეს და თანაც სულ დარგეს იქა თუ იყო არ მოიპარეს ეგეთი ამბები ხდებოდა ხოლმე წინ. უნახავს და გახარებია ძალიან და მესამე დღე შემხვდა და მითხრა რომ ნოდარი რა კაი შეხედულება მქონდა შენზეო და ეხლა მთლა გახარებული დავრჩიო და როცა რამეს მოვიტანო მარტო შემომითვალეო რა გჭირდება და როგორ გჭირდება და წაიღე უდანაკვაროდ ეს არაფერს არ დაგაკლებ ისე გაგატან ყველაფერს. აი ესეთი გულისხმიერება ჰქონდა და ასეთი აი კონკრეტიზაცია უყვარდა, იცი? პასუხის მაღალი პასუხისმგებლობა უყვარდა. და ამასვე სწხოვდა თავის თავსა და სწხოვდა თანამშრომლებს და მაგრამ ააყოლა ბებნისი მაშინ იმ პერიოდში. ეს ახლა რომ წამოხედა მე მგონია ეს კაცი და დაანახა ბებნისი, აი ეს ბაღები და რაღაცა თუ ბაღებია კიდევ იქ და დისკურსი და ის ზეწარს გადაიფარებს და თავს არ გადმოვა იქიდან. სუპრას გადაიფარებს და რჩება ისე მდგომარეობაში და მარტო ის კი არა. მე არ მომწონს იდეალური ამ შემთხვევაში აქ როგორ ბრძანეთ აქ იდეალურ პიროვნებაზე, იდეალურ ხელმძღვანელზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია პიროვნებაზე, რომელიც შეიძლება როგორც ცეკას მდივანი იყო დაუშვათ ინდონისა. როგორც უნდა ყოფილიყო, ისეთივე იყო აქ თქვა მეურნეობის დირექტორი. მასშტაბებში არ ყოფილა საქმე იმხენ. ახლა როგორი იყო ის და ეს რა სისტემის ეს ჩვენი საქმე ამ შემთხვევაში არ არის, არავის არ გაუჩნდეს იმის ეს აზრი ვახ ნოსტალგია გვეუბნება ჩვენ და აი ზამაიც მგელაძეებს და იმასე, მაგრამ ეს იყო ქართველი ხალხი, რომელიც გარკვეულ სფეროში თავის დროს თავისი სისტემის მიხედვით თავის საქმეს აკეთებდა. რა იყო ეს სისტემა ჩვენი საქმე არ არის და რა თქმა უნდა თქვენ წელს სწორად გწანეთ ბატონ ნოდარ შესაძლებელია როგორ თქვენი რაიონი ახსენეთ რომ ეს მართლაც ასე იყოს და ღმერთმა თუნდაც რომ თქვა ახალმა ხელმძღვანელი იმიტომ რომ რაღაცნაირად მე მაინც მინდა ვთქვა რომ აი ამ რაიონს არ გაუმართლა იცი რაღაცებში. ძალიან ბევრ რაღაცაში ახლა არ მინდა ჩამოვთვალო და გავყვე ძალიან შორს წავიდე იმიტომ რომ აქ ხალხი გვისმენს და ნამდვილად იციან მაგრამ ესე მართლა არ გაუმართლა ბევრ რაღაცაში იმიტომ არადა არის დიდარი საკმაოდ ისეთია აი რესურსები გააჩნია რაღაც გასაოცარი და შეიძლება არც ერთ სხვა რაიონს არ ჩამოვარდებოდეს ამ ძალიან დიდი რესურსი ნიჭიერი ადამიანების საბოლოოდ დიდი წარსულის არის ეს რაიონი მე რომ ჩამოვედი აქ და ნახე ხალხი ესე იგი აქ საოცარი ტრადიციების მქონე ხალხი და ასე შემდეგ ერთ სიტყვით რა მინდა იცით რომ როგორც ქარელის რაიონს და ხარშულის რაიონს ისე გორის რაიონს კასპიის და მე მჯერა ამ რეგიონის ეხლა ახალი ხელმძღვანელობა ყავთ მათ ყველას თითქმის ახალი ხელმძღვანელობა და მე მჯერა რომ ისინი სწორად წარმატებენ ამას მაგრამ ერთ რამისაც მჯერა და მინდა გითხრათ რომ აი შემდეგ ერთ წლის შემდეგ რომ გადაცემა გავაკეთოთ აქ და იქ რაღაც არ შეიცვალოს ასიკეთოთ ის მჯერა რომ ხალხი ჩვენ აქეთ გვეტყვის იმას რისკაც თუმცა ეხლა შეიძლება ის ხელმძღვანელობა ფიქრობენ აი თქვენ ეხლა ილაპარაკეთ ჩვენზე ისე ჯერ გავუკვირთ ჯერ ხალხს რომ როდის იყო რომ რიგითი ადამიანი ხელმძღვანელს ტელევიზიით თანაც ლაპარაკობთ მაგრამ გამოხვალთ დანარჩენი მე ვილაპარაკოთ მაგრამ ვილაპარაკოთ ჩვენ ყველგან, ყველა ადგილზე თავისუფალი ისეთი ხალხი ყავს, შეგინებულად იგებენ იმას, რასაც ვეუბნებით. დაწყებული პრეზიდენტიდან. ის შენიშვნა რაც არის ყველაფერი, აი ეს ყველაფერი მაინც მიდის იქ, მიდის იმ პარლამენტში, მიდის იქ სადაც პირველ პირთან უნდა მიდიოდეს ეს ყველაფერი. ერთ რამ მინდა მე შეგეკითხოთ, თქვენი აზრი მაინტერესებს. რატომღაც ასეთი რაღაცას აკვირდება ხალხი და მეც ალბათ ასე ვხედავ, რომ აი ძლიერი ხელმძღვანელი როცა არის ადგილზე ის ეძებს რომ ძლიერი პიროვნებები მოიყვანოს. იცი, მოიყვანოს პიროვნებები, ნიჭიერი, ძლიერი, მაგრამ სუსტი აკეთებს რატომღაც პირიქით. ეშინია თუ რა ხდება, ესე იგი, სუსტი თავის ძლიერ პიროვნებას. ეს შეიძლება ყველა ასე არ არის, მაგრამ ჯერ სუსტი რატომ უნდა იყოს ხელმძღვანელი, მაგრამ როცა არის, იცი რა ხდებოდა? აი ესე ხდებოდა რომ იმ სისტემიდან როგორც მოდიოდა და დაუშვათ ინსტრუქტორი უნდა გამხდარიყო განყოფილების გამგე, მე საორგანიზაციო, მე მესამე მდივანი, მე ასე შემდეგ რა, რაღაცა გადმოყვა ეხლაც. ხელმძღვანელად აი ეს უნდა ყოფილიყო. აი რას ფიქრობთ, რატომ ხდება ასე რომ, რატომ ეშინია თუ რაში ეს საქმე, რომ აი დაუშვა თავის გუნდში არ არის. თუ პიროვნება ძლიერია, ხელმძღვანელი ძლიერია,
ფუძიში ხმანა თქვენ ხორგინოთ ეს. არა, ბრძანეთ. თუ ხელმძღვანელი ძლიერია, ესე იგი სრულყოფილია, როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი, როგორც მოქალაქე, როგორც ერისშვილი. სრულყოფილია პიროვნება. მაშინ ის უდაოდ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. რა კი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს, არა? ამ ინტერესების სფეროში შედის სწორედ რომ ძლიერი აარჩიოს, რომ საქმე კარგად გაუკეთოს. ამიტომ ეს შეგვიძლია ბუნებრივი მოვლენაა, რომ ძლიერმა ძლიერი აარჩიოს და შემოიგრიბოს. სამწუხაროდ ეს ძლიერები ძალიან იშვიათია, ეგეთი ბედნიერება იშვიათად გქონია, ჩვენ რომ ძლიერი იყოს და უფრო მეტიც ძლიერები თუ გამოჩნდებოდნენ ხოლმე ნიჭიერები. შეიძლება თქვენ დამეთანხმოთ ბატონო, რომ ის ნიჭიერები გარკვეული წნეხის ქვეშ იყვნენ, ყველანაირად ცდილობდნენ რომ რაღაცნაირად დაემცირებინათ, რაღაცნაირად სახელი გაეტეხათ, ავტორიტეტი არ აქონოდათ, ყველანაირად ცდილობდნენ ხოლმე მაგას, რომ ნიჭიერი არ წამოწეულიყო. ეს არის ჩვენი ვაი. არადა მე-19 საუკუნის დიდი პოეტი გრიგოლ ორბელიანი ამბობდა, მიეცით ნიჭს და გზაფარდო თაყვანისცემა ღირსებას. აი ეს პრობლემა რა. ისევ პრობლემათ არის დღესაც. სამწუხაროა ეს არის კურიოზი. კურიოზულია რა დღეს ამ კოსმოსის ხანაში და ამ ცივილიზებულ ხანაში, რომ დღესაც ჩვენთან საქართველოში აი ეს ხდება და პლანეტაზე ყველაზე ცუდად მაგისთვისაც ცხოვრობ ჩვენ. მაგისთვისა გვაქვს ის კაპიკები, იმ კაპიკებს რო ვერავებ. და ნიჭიერი უნდა ედებო, ხალხით ერთგული უნდა ედებო, კაცო. ისა ვინც გინდა ის იყოს. რა თქმა ჩემი წული დაჯდეს იქა და გააოხროს ქვეყნის საქმე, სოფლის საქმე. და სახელმწიფო საქმე იყოს შენი ბატონო, ნიჭიერი ადამიანი და ხალხზე იზრუნოს და საქმე წინ წაიყვანოს. და რა თქმა უნდა, მე კიდევ დავამატებდი ჩემს მოკრძალებულ. ჩვენი ვაი თქვენ როგორც ბრძანეთ, აი ეს ნიჭიერი, ის ძლიერი, რომ სხვაგან მოხდება, აქ რომ ჩვენთან დაფასება არ აქვს, მე გავკირივართ, ქართველია ის ჩვენია. და მე გასახელება რა, მაგრამ რატო უნდა გააკეთოს იმ ძლიერმა და იმ ნიჭიერმა სხვაგან ის საქმე, როცა შეუძლია თავის სამშობლოს გამოაყენოს თავისი ნიჭი და უნარი. ეს დღევანდელობიდან გამომდინარე, რამდენი ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედია საზღვარგარეთ წასული იმის გამო, რომ ჩვენთან მას გასახანი არ აქვს არაფრის. მთელი პოტენცია. ვაიჭკვევისაგანაა. კი, მთელი პოტენცია ჩვენი მთელი ძლიერი ხალხი ნიჭით სავსე, უნარით სავსე და ენერგიით სავსე ემსახურება სხვა ხალხს დღესდღეობით. იმ დროს როცა შეუძლია რომ ჩვენთან იყოს ის და ჩვენ გაიზარდოს ხელმძღვანელადაც, არა კარგი ხელმძღვანელად. სუსტი ხელმძღვანელი როგორც თქვენ ბრძანეთ კიდევ. სუსტი ხელმძღვანელი არასდროს თავის ირგვლივ ძლიერ გუნდს არ შეკრებს, რადგანაც მისი სუსტეს ერთადერთი მხოლოდ და მხოლოდ მისი ძლიერეს უბრალოდ ერთადერთი მხოლოდ და მხოლოდ სკამი ამაგრებს. მეტი არაფერი, ის სუსტია, მაგრამ ძლიერია მარტო სკამით და თანამდებობით. შეიძლება ზოგს ბეჭედი გქონდეს და იმით იყოს ძლიერი. დანარჩენით ის სუსტია და ძლიერი იმას არ უნდა, რადგანაც მის ფონზე, ძლიერის ფონზე ის უფრო სუსტი გამოჩნდება. იმიტომ რომ სკამი ქალბატონო მანონა აი მაგნიტზე უფრო ძლიერი ყოფილა. აი ხო ჩვენ ხო ვზივართ სკამზე, ადგომა არ გვინდა რომ აქედან, იმიტომ რომ მე სხვა მარ დაიკავო, ჩემი ადგილი სხვა მარ დაიკავო. სიამოვნებით დაუთმო. საიმანოს მეთქი გადაცემა. სიამოვნებით. ესე იგი თონია რაღაც, ეს არის ადამიანური სისუსტე, არა გამართლებული, არამედ აი მაღალბუნებოვანი ადამიანი, რა თქმა უნდა, სკამსაც დაუთმობს სხვას და ძალიან დაულოცავს კიდევაც გზას იმისათვის. სხვათა შორის ამბობენ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთოდ განვითარებულ ცივილიზებულ ქვეყნებში და კონკრეტულად ამერიკას ასახელებენ რომ შეიძლება რომ არ იყოს დაუშვათ პრეზიდენტი. Ну, რა თქმა უნდა, მაინც პირობითია ეს განმარტება, მაგრამ რომ არ იყოს პრეზიდენტი, შეიძლება ქვეყანა მაინც თავის გზით წავიდეს. ესე იგი, პროგრესისაკენ წავიდეს და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოსო. თუმცა, რა თქმა უნდა, ამერიკას ყოლია ყოველთვის ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგი პრეზიდენტები. თქვენ რას ვფიქრობთ? აი ეს ასეა, ეს ფაქტორი, რომ აი რა არის მიზეზი იმისა, რომ სწორედ აი ამ განვითარებულ ქვეყანაში აი ასე ხდება, რომ ის აწყობილია ისე და იმგვარად რომ აი მაინც თავის გზით წავა პროგრესისაკენ არავითარ შემთხვევაში არ დაეცემა. ჩემის აზრით გერმანიის მაგალითზე თუ ავიღებთ მაგალითად ევროპაში, ამერიკას ცოტა ვერ შევეხები. ძალიან იქ იცით რა არის კანონის უზენაესობა. ნებისმიერი მოქალაქე გერმანიის, ნებისმიერი მოქალაქე მეზოვიდან მოყოლებული თვით პრემიერ-მინისტრად. თქვენ მოგიხდათ არა გაბატონებანა ყოფნარი გერმანიაში. ძალიან მცირე ხნით, მაგრამ პირველი რამაც გამაკვირვა, ყველა მოქალაქე ერთნაირად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
საშინელებაა რომ შევადარებს ჩემ ქვეყანაში და ჩემ სახელმწიფოში, ჩემ სამშობლოში. აი ამ ფაქტორს. ასეც უნდა იყოს ალბათ. თქვენ რაც რაც შეეხება ამერიკას, მე ასე ვფიქრობ, რომ იქ ძალაუფლება მართლობისა ისეთნაირად არის გადანაწილებული, რომ ქვეყანას მარტო პრეზიდენტი არ ამართებს. ამდენი მილიონერებია, მეკარხნეებია, მონოპოლისტებია, ისინი ეს ძალაუფლება გადანაწილებულია და ამათ თავიანთი საქმე იციან უმაღლეს დონეზე და მიჰყავთ საქმე პროფესიონალებია. დიახ. ძებან ჩვენ თქვით, აქ ესე იგი იდეალური ხელმძღვანელი დღეს ვერ იქნება. აი იმ მიზეზების გამო რაც აქ ვქიდა. აი იქ იქნება იმისათვის რომ და ყავს კიდეც იდეალური ხელმძღვანელი. და ყველაზე დიდი ხელმძღვანელი ალბათ არის კონსტიტუცია. ეს საკანონმდებლო ნორმები, ფაქტორები, რომელიც არსებობს დღემდე და ალბათ შემდგომ მომავალშიც გაგრძელდება. მე მინდა ერთი შეკითხვა მოგწევთ კიდევ. როდის ფასდება ხელმძღვანელი ჩვენი დრო საკმაოდ მცირედ, როდის ფასდება ხელმძღვანელი? წასვლამდე თუ წასვლის შემდეგ? წასვლამდეც და წასვლის შემდეგაც, მაგრამ განსაკუთრებით წასვლის შემდეგაც. აი როცა დიდი ილია ამბობს და ერთუნ მოგვდი არ მეშინე, მაგრამ კი ისე რომ ჩემი კვალი ნახო, მაგრამ ჩემს უკან ლიან თქვენ აღასრულა მანთისი ვარ. როცა ხელმძღვანელი თავისას აასრულებს, როგორც დიდებული ორგანიზატორი, კარგი ადამიანი, ერის ღირსეული შვილი არა. იმის შემდეგ იმაზე რა კვალიდატობა თავის დასკვნას აკეთებს ხალხი და ჩვენ ამ მაგალითებზე უნდა გავზეროთ ადამიანები, რა თქმა უნდა. ის კარგი რო იყო, კარგი ითქმის და ბოლოს და ბოლოს თუ ჩვენ ქრისტიანები ვარ და რელიგია გვწამს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის დროებითი არა და მუდმივი სამყოფელი არის იმ ქვეყანაში. და იმ ქვეყანაში აი გაატარებენ როგორც ფირი, ისე შენს ამ კარგსა და ის ხელმძღვანელი კუპში მოხდება, ვინც ასეთ ძიმედ მდგომარეობაში აყენებს ხალხს და ხელს ითხოვს. მithumetes ადამიანს ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა ყოფნის. იმ ხელმძღვანელმა, ნებისმიერმა ხელმძღვანელმა თუ ლომის სტილს თავისი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენებს თავის სკამს და თანამდებობას, ცოტა ხალხისთვისაც იზრუნოს და ხალხი მადლიერი დარჩება. რა თქმა უნდა, კაცო, როცა თაფში ხელი გიყვია, შეიძლება გაიტილიკო და არანი დაგძახოს, მაგრამ სულ ტელეკასტი მოუნდი და სულ ყველა დაგავიწყდა დანარჩენი არა. მაშინ არ ივარგებს იქ. რა თქმა რა თქმა უნდა, ჯერ თაფლი არ არის იმდენი ბატონო და ესე იგი ალბათ იმათთვის არის ხო? მე ერთი ძალიან ასე ლირიკულ გადახედვად შემიძლია ჩამითვალოთ ეს, რასაც ახლა შეგეკითხებით. ხელმძღვანელის ინსტიტუტი რა თქმა უნდა არსებობს, რაც მსოფლიო ისტორია წერანაც თქვინე, რაც გაჩნდა კაცობრიობა იმის შემდეგ, რომ მას სხვადასხვა სახელები ჰქვია, მას ერქვა დაუშვათ მეფე, იმპერატორი და ასე შემდეგ, სხვადასხვა პრეზიდენტი და ასე. და საქართველოს ამ ხრივ ძალზე უნიკალურია ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენთან არის კიდევ ერთი ინსტიტუტი ხელმძღვანელისა, რომელსაც არც დიპლომი არ აჭირდება. სხვადასხვა არც პრეტენზიას არ აყენებს თვითონ არჩევაზე. თუ გახდება ხელმძღვანელი, ესე იგი დიდი დიქტატორია უკვე და თავისთავად უკვე ყველაფერს ნიშნავს და ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ამ კაცს ირჩევენ. ეხვეწებიან ხანდახან აირჩიეთ. აი ეს არის ჩვენი უნიკალური მოვლენა ფენომენი თამადა, რასაც ქვია ქართულ სუფრაზე. ეს შეიძლება ძალიან ისეთი პრიმიტულად ჟღერდეს, მაგრამ მე მაინც მინდა კითხოთ ბატონო და იმიტომ რომ რაღაცა სხვა თვისებებია მოცემული ამ ადამიანებში, მე თვითონ ეს ახლა მარიამო ახლოვდება და ალბათ ბევრი დაждდება უკვე მაგიდასთან იმისათვის რომ მე რაღაც მინდა მე მათ უთხრა კიდევ უსურო და აი ამ პარალელს თუ გაავლებით ჩვენ ქართულ თამადასა და ხელმძღვანელს შორის რაიმე პარალელი თუ არსებობს ან განსხვავება მათ შორის საერთოდ ბაქიობაში ნუ ჩამომართმევ და ჯერ ძალიან ბევრს ვაქებდით ქართველი ეს და მე ძალიან ვაძაგებდით და როგორც ის ქება იყო ზედმეტი, ისე ეს ძაგებაა ზედმეტი. და ტრადიციულად ბევრი კარგი გამომუშავდა ქართველ ესში. აი სათამაშოები რო იყო თამაშობები საბავშვო და ორდროშოიანა და ესა და აწრეობანა და ლახე ესა ყველაფერი ეს მიმართული გონიურულად იყო ეს ყველაფერი. ხო და ეს თამადობა. ამბობენ რომ ქართული სუფრა აკადემია. აკადემია სწორედ იმ კარგი თამადის გამო არის. იმ თამადას ახასიათებს იუმორი, ახასიათებს მჭერმეტყველება, ახასიათებს ცოდნა, ერუდიცია, მოყავს საუცხოო მაგალითები, აქებს, დიდებულებს, წინაპრებს აქებს, იხსენიებს, ადიდებს. ეს მართლა უნიკალურია და ეს მართლა მოსაწონია უცხოელებს და მოსწონთ კიდეცაც. აი ჩვენთან სულ არ უნდათ რომ ხშირად მოდიან ხოლმე უცხოელი სტუმრები, სულ არ უნდათ სუფრაზე ზოგჯერ არცაშია და
აი იმისათვის რომ ითამადოს ვინმე და იმას მოусმინონ, ამისათვის სუპრასტარ მოვიდეთ. მე მინდა უსმო იმ თამადებს, რომლებიც ახლა მარიამობას ხალხს პეტრისფერს ეთქვიან, რომ ძალიან მინდა გთხოვოთ, ისეთ რწმენა ხვალის მომავლის, მაინც ნათელი იმედი ჩაუნერგოთ ხალხს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. არა იმიტომ რომ კარგ სიტყვას, კეთილ სიტყვას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მინდა ამით დაგემშვიდობ და მინდა გთხოვო ბატონ მოდარს წაიკითხოს თავისი ბოლო ახალი გამოსული წიგნიდან ის ლექსი, რომელიც ჩვენს დღევანდელ გადაცემას დაამთავრებს. გმადლობთ. გემშვიდობეთ მომავალ შეხვედრამდე. ისევ ღმერთ შევრთხოვ შველასა. რატომ ვემდურით სატანას, კურთხეული მიწის მკვიდრები? სულ გაყინული დავდივართ ათათ მზაკრობით მდიდრები. ტანჯეს წურბელას მწამებელს რომ ხვდები თვითონ პიკდები. აივსო წუთი სოფელი ნავით შმორით და მძორითა, ქურდვაცაცებით, კაცების თავისწორეში დრომითა, ისევ საკუთარ თავს ვაკლებთ ერთურთის ლანდვა წრომითა. ვინც გძავსავს სულით ხორცამდე იმისი ქება არ გვაქთობს. რა დითი რამებს არ უწყნით, რა არაკებით არ ვამკობ. ვაიმე სულ ოდესღაც ნაღდო წმინდავ და ამაყო. ისევ ჩამოსდის ცრემლები მშობელს სამდოს და საჩინოს. რა ქნას საბრალო მშრომელმა რამდენი მუქთა არჩინოს. ისევ ღმერთს შევთხოვ შველასა, ეგ მან გადაგვარჩინოს. და ბოლოს ერთ სიტყვას თუ მათქმევინებთ, დიდი მადლობელი ვიქნები. ნებისმიერ რანგის ხელმძღვანელებს მივმართავ. ძვირფასო ხელმძღვანელები, მეტი იზრუნეთ ერზე და ჩვენს ბედკრულ სამშობლოს. მადლობთ. მადლობთ.